რაოდენობა, რომ ისტორიულ მაქსიმუმზეა, ამას აჩვენებს Saxtat-ის მონაცემებიც 22,767 მსჯავრდებული, ამას წერს Saxtat-ი ოფიციალურ მონაცემებში, რაც იმას ნიშნავს, რომ აქამდე გასამართლებულია, მსჯავრდებული ნიშნავს სწორედ იმას, რომ სასამართლომ ამ ადამიანების წინააღმდეგ გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი. ნაწილი გაუშვა ციხეში, ნაწილს გირავა შეუფარდა, ნაწილის მიმართ შესაძლოა გამოყენებული იყოს შინა პატიმრობა ან სხვა მსჯავრი. პენიტენციური სამსახური ამ სტატისტიკას ეხმაურება და ვერ უარყოფს, თუმცა ამბობს ერთადერთს, რომ 2025 წლის 31 დეკემბრის მონაცემით პენიტენციურ დაწესებულებაში იყო 8702 მსჯავრდებული. Saxtat-ი საპირისპიროს წერს თავის დოკუმენტში, Saxtat-ის ინფორმაციით 2025 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით პენიტენციური დეპარტამენტის დაწესებულებებში განთავსებული იყო 11153 პირი. Saxtat-ი თავის ანგარიშებში ასევე წერს იმასაც, რომ გაზრდილი არის ციხეებში პატიმართა რაოდენობა და სამ ციხეში, მაგალითად გლდანში, რუსთავსა და ქუთაისში იმაზე მეტი პატიმარია მოთავსებული, ვიდრე ეს არის ლიმიტით დაშვებული. ეს ყველაფერი ადამიანის უფლებების დაცვაზე მომუშავე სპეციალისტებს აფიქრებინებს იმას, რომ ქართული ოცნების ბოლო პერიოდის პოლიტიკა ასეთია, ყველა ციხეში და ამისთვის იყენებს გამკაცრებულ კანონმდებლობასაც, მაგალითად ტროტუარზე დგომის გამო ერთ შემთხვევაში არის, პირველ შემთხვევაში არის ადმინისტრაციული პატიმრობა, განმეორების შემთხვევაში უკვე კვალიფიცირდება სისხლის სამართლის დანაშაულად. შესაბამისად თვლიან, რომ ახლა ქართული ოცნება სწორედ ასეთ პოლიტიკას იყენებს, რომ ადამიანებს ყველას უშვებს ციხეში. პენიტენციურ დაწესებულებებში იმ სტატისტიკის მიხედვით, რომელსაც აქვეყნებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, პატიმრების რაოდენობა ქართული ოცნების მმართველობის პერიოდში რეკორდულ მაჩვენებელს მიუახლოვდა. ამდენი პატიმარი მათი ესე ვთქვათ ხელისუფლებაში ყოფნის დროს არასდროს არ ყოფილა. მარტო იანვრიდან 2025 წლის იანვრიდან 2026 წლის მარტის პერიოდები რო შევადაროთ, დაახლოებით 35%-იანის დაგვაქვს პატიმრების რაოდენობა. გვაქვს სამი პენიტენციური დაწესებულება, რომელიც პაატასალიასვე დადგენილი ლიმიტებით ცდება ზოგან 20, ზოგან ცოტა მეტი პროცენტით დადგენილ ლიმიტებს. ეს მიანიშნებს იმას, რომ ერთის მხრივ იზრდება მსჯავრდებულ პირთა რაოდენობა, რომელთაც თავისუფლების აღკვეთა ეფარდება და მეორეს მხრივ ამ სიუჟეტს ალბათ პატიმრებიც უყურებენ, პირობით ვადაზიადრე თავისუფლების მექანიზმი არ მუშაობს ეფექტურად და ციხეში შესვლა მარტივია იმ პირობებში, როცა სასამართლო რეალურად ყველას მაღალ სასჯელს უსჯის, მაგრამ ციხიდან გათავისუფლება, პირობით ვადაზიადრე გათავისუფლების მექანიზმით სტატისტიკა აჩვენებს, რომ სამწუხაროდ არ მუშაობს. ამისი მიზეზი შეიძლება იყოს ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალური ფონი, სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები, უმუშევრობა თუ სიღარიბე, ნაცვლად იმისა, რომ სახელმწიფო გაუმკლავდეს ამ პრობლემებს და იზრუნოს დანაშაულის პრევენციაზე, ამის ნაცვლად იყენებს მკაცრ სადამსჯელო სისხლის სამართლის პოლიტიკას. ასევე შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს დანაშაულის რეციდივს, ხომ, როდესაც უკვე ყოფილი მსჯავრდებული კვლავ ჩადის ახალ დანაშაულს. ეს შეიძლება მიუთითებდეს იმაზე, რომ ვერ მოხდა ამ ადამიანის სოციალიზაცია და კვლავ ახალი დანაშაული ჩაიდინა, რაც რა თქმა უნდა ზრდის მსჯავრდებულთა საერთო რაოდენობას. და ასევე მსჯავრდებულთა რაოდენობის ზრდის ერთ-ერთ მიზეზად შეიძლება განვიხილოთ პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულება, სასამართლოს დამოუკიდებლობის პრობლემა თუ ცალკეული ქმედებების გადაჭარბებული კრიმინალიზება, რაც რა თქმა უნდა იწვევს მსჯავრდებულთა რაოდენობის გაზრდას და ამისი მაგალითები ჩვენ ბოლო პერიოდში ვნახეთ, რომ მაგალითად სახელმწიფომ მოახდინა შეკრებისა და მანიფესტაციის კრიმინალიზება, ხომ, რაც გულისხმობს იმას, რომ ადმინისტრაციულ სახდელდადებული პირის მიერ განმეორებით ჩადენა ქმედები სისხლის სამართლის დანაშაულად განიხილება. ქართულ ოცნებაში ციხეების გადავსების ფაქტს ვერ უარყოფენ, ადასტურებენ, თუმცა განმარტავენ, რომ ეს გამოწვეულია არა მაგალითად პოლიტპატიმრების რაოდენობის გაზრდით, არამედ გამკაცრებული ნარკოპოლიტიკით.
ეს მოხდა ბოლო წლებია, რაც გამკაცდა ნარკომანიასთან და ნარკოტიკების გამსაღებლებთან. დაახლოებით 1000-ობით ადამიანია უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელიც დაჭერილი ყავს აი ამ წამლის გასაღებაზე. და ესენი არიან ციხეებში. კი ბატონო, გიდასტურებთ, რომ გადატვირთულია, მაგრამ ჩვენ ამ ჭირის წინააღმდეგ შეუვალებელები ვართ. და შესაბამისად, რა გაჩერდა სიგიჟეს ვლაპარაკოთ, რა პოლიტიკური პატიმარი არა ეს. არ გაგონილა. თითოეული ადამიანი, ვინც არის დაჭერილი და მისჯილი, ყველას კონკრეტული დამტკიცებული ბრალდება. ძალიან ბევრია მჭარდებული და თქვენ ხედავთ ყოველდღიურად რა უშველებელი კომპანია მიმდინარეობს აი ამ ანტინარკოტიკული პოლიტიკის რეალიზაციისათვის და რასაკვირველია ეს დამატებით სომებს მოითხოვს, რომელიც უკავშირდება ბევრი ადამიანის პასუხისმგებლობას. როგორ უნდა განიტვირთოს პენიტენციური დაწესებულებები, უფლებადამცველები რამდენიმე გამოსავალზე საუბრობენ და ერთ-ერთად მაგალითად ამნისტიის გამოცხადებას ასახელებენ. პირდაპირ ეთერში ნინო ღვედაშვილი საუბრობდა.